პროევროპული აქციების მონაწილის არჩილ მუსელიანცის დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძე მოქალაქეებს სხდომა დაატოვებინა. დარბაზში დამსწრეების მხარეს დამონტაჟებული დინამიკი არ მუშაობდა, რის გამოც მოსამართლისა და მხარეების საუბრის ახმა დარბაზში მყოფებისთვის შეუძლებელი იყო. ამის გამო მუსელიანცის პროცესზე მისულმა მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. პასუხად მოსამართლე გიორგი არევაძემ მათ დარბაზი დაატოვებინა. მოსამართლის გადაწყვეტილების გამო სხდომათა დარბაზი თავად არჩილ მუსელიანცმაც დატოვა. სხდომათა დარბაზიდან მედიის წარმომადგენლებიც გავიდნენ, რადგან მათ მიკროფონის შიდა სივრცეში დადების უფლება არ მიეცათ. ჟურნალისტების განმარტებით დარბაზში ხმა არ ისმოდა და შეუძლებელი იყო სხდომის შინაარსის გაგება. დარბაზის დატოვების შემდეგ მოქალაქეებსა და სასამართლოს მანდატურებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 დეკემბერს დააკავეს. მას პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზან მიმართულ დაზიანებას და მისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მუსელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.